Ახლა გვინდა გადავინაცვლოთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც თითქოს და მივიწყებულია ერთგვარად და მგონია, რომ ეს ჩვენს თავს არასდროს მოხდება, თქმა უნდა ჯვარიფწერია, მაგრამ მაინც აი სულ ახლახანს გუშინ ძალიან სერიოზული ხანძარი გაჩნდა ვაგზლის ტერიტორიაზე, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და კიდევ კარგი რომ მსხვერპლი არ არის საბედნიეროდ, მაგრამ ძალიან დიდია ზარალი. რა მოხდა, როგორ მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება, მაგრამ ერთია ფაქტი, რომ სწორედ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გარკვეული უგულვებელყოფით ძალიან ბევრში შემთხვევა გვაქვს სამწუხაროდ სტატისტიკურად, სადაც არის სერიოზული არამხოლოდ ზარალი, არამედ მსხვერპლიც კი. და ძალიან ზედაპირულად ვუყურებთ ხოლმე ისინი, ვინც მუშაობთ ოფისებში ან სახლებშიც მათ შორის, რომ თითქოს სახანძრო უსაფრთხოება არ გვჭირდება, ან ეს ჩვენს თავს არ მოხდება. მაგრამ ასე არ ხდება და სწორედ იმის გამო თუ რას ნიშნავს და როგორ უნდა მოვიქცეთ, ვინ არის მაკონტროლებელი, რა ნორმებია დასაცავი იმისათვის, რომ მართლაც უსაფრთხოდ ვიყოთ და დავიცვათ თავი ამ ძალიან სერიოზული სერიოზული უბედურებისგან, არამოსალოდნელისგან, თუმცა დაგვიფაროს. ამისთვის ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ სასაუბროდ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ბატონი შოთა დავით თხელიძე, რომელთან ერთადაც გავაგრძელებთ საუბარს სწორედ ამ თემაზე. და კიდევ ერთხელ მინდა რომ განმარტოთ დილონ მშვიდობისა, პირველ ყოვლისა მოგესალმებით და განმარტოთ რას ნიშნავს შრომის უსაფრთხოება, აი როგორ უნდა იყოს გარემო, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიქცნოთ თავი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თემით დაინტერესებისთვის. სულ რაღაც 2 დღის უკან 28 აპრილს იყო შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შრომის უსაფრთხოების მიმართულება უზრუნველყოფს, ასე თქვათ, უსაფრთხო გარემოს შექმნას და იმ პარამეტრების შესრულებას, რაც კონკრეტულ რეგულაციებშია და სტანდარტებშია მოცემული. უზრუნველყოფაში ბუნებრივია არ იგულისხმება კონკრეტული პიროვნებების ან კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ჩართულობა, მხოლოდ აქ არის მთლიანად კომპლექსური ჩართულობა მთელი მენეჯმენტის, შრომის უსაფრთხოების პერსონალი არის, დავარქვათ ასე, ივენთ მენეჯერი, რასაც ვეძახით, ჩვენის რო აუხსნა თვითონ ფუნქცია ამ ჩვენი სპეციალობის და მართავს ამ ღონისძიებებს, სადაც ჩართულია სხვადასხვა კომპონენტები, მან კარგად იცის ციკლი, ასე ვთქვათ, მართვის ციკლი, სადაც რა დოზით ჩართოს ადამიანები, რა კვალიფიკაციის ადამიანები, რა კომპეტენციის ადამიანები, აი ის იცის ძალიან კარგად და შესაბამისად უზრუნველყოფს აი ამ ღონისძიებების მართვას, უსაფრთხოს მართვას, სადაც ადამიანები არიან ჩართულები, შესაბამისად როგორც პერსონალი, ისე მესამე პირები. აი ეს არის ძალიან მოკლედ რო აუხსნეს შრომის უსაფრთხოების პერსონალის ფუნქცია მოვალეობები. აბსოლუტურად მულტიფუნქციური ადამიანია, ძალიან რთული პროფესიაა და შესაბამისად საჭიროებს ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულების დახმარებას და ჩართულობას ამ საქმეში. და აი კანონი რას ითვალისწინებს ამ შემთხვევაში, აი შრომის უსაფრთხოების კუთხით, რა არის გაწერილი სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კონკრეტულად? ხო, კონკრეტულად სახანძრო უსაფრთხოების კუთხით თუ წავალთ, გვაქვს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ცალსახად იძახის, დამსაქმებელი ვალდებულია აბსოლუტურად ყველა რისკი კონდეს შეფასებული, ასე ვთქვათ, თავის არეალში, ხო, თავის სამოძრაო არეალში გულისხმობ ბიზნეს არეალს. შესაბამისად ამ რისკებში ერთ-ერთი რისკი გვაქვს ჩვენ ხანძარი. ცეცხლი ამ შემთხვევაში საფრთხეა ჩვენი დეფინიციით, ხოლო ხანძარი არის რისკი. შესაბამისად ეს რისკი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მსუყე რისკია და ამას ჭირდება მართვა. ამის სამართავად გვაქვს რამოდენიმე ტექნიკური რეგლამენტი ქვეყანაში, ეს არის 370, რომელიც კონკრეტულად ხანძარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და გვაქვს მეორე ტექნიკური რეგლამენტი 51, რომელიც თქვათ შენობა ნაგებობების უსაფრთხოებაზე არის ორიენტირებული. ამ კომბინირებული ინსტრუმენტებით შეგვიძლია ჩვენ მართოთ პროცესები, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ტექნიკური რეგლამენტები მიმართულია სხვადასხვა ბიზნეს კლასებზე, სხვადასხვა ტიპებზე, სხვადასხვა ხასიათის ბიზნესებზე და პარამეტრებით სხვა არის გასათვალისწინებელი და ზოგადად რომ ვისაუბროთ თვითონ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, უმნიშვნელოვანესი საკითხია რთულად სამართავი რისკია. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ
გავუხციოთ ჯერ იმ მიმართულებას, რომ ჯერ ცეცხლი არ გაგვიჩნდეს, მაგრამ ცეცხლი შეიძლება გქონდეს, ხო ის კონტროლირებადია, ბუხარი შეგვიძლია დავანთოთ, შევწვათ წვადი და ასე შემდეგ, მაგრამ ის როგორც კი კონტროლიდან გამოვა, ის უკვე ხანძარში გადაიზრდება. შესაბამისად, ანუ ცეცხლი რო ვაკონტროლოთ და შემდეგ თუ ჩვენ ვერ გავაკონტროლოთ ეს და ხანძარად გადაგვექცა, რასაც რისკი დავარქვით ჩვენ, იმის შესაბამისი კონტროლებიც გვჭირდება. უამრავი მიმართულებები არის ქრონოლოგიით რო დავიწყოთ, რაც ერთი ოფისის პირობებიც რო განსაზღვროთ, ეხლა რა ხდება ოფისში, ალბათ მინიმუმ უნდა იყოს პატარა ინსტრუქტაჟი მაინც გაკეთებული ყველა თანამშრომლისთვის აბსოლუტურად ახალ. საინტერესოა ბატონ დავით და ჩაგერთვებით, აი მე როგორც რიგითი თანამშრომელი, როცა არ გამაჩნია თქვათ რაღაც შესაბამისი ცოდნა, პირველ რიგში როგორ უნდა მივხვდე რომ უსაფრთხოება არის დაცული თქვათ ჩემს კომპანიაში, აი ეს საინტერესო არის და კლასიკური მოდელით თქვენ უნდა მოითხოვოთ პირველადი შრომის უსაფრთხოების ტრენინგი, სადაც ერთ-ერთი მსუყეთავი ეთმობა. ყველა კომპანიაში ეს კანონით მოთხოვნაა. ყველა კომპანიაში და ერთ-ერთი მსუყეთავი არის თქვათ სახანძრო უსაფრთხოება. მოდით სახანძრო უსაფრთხოებას უფრო მაყურებლისთვის ცხადი გავხადოთ, სახანძრო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი სცენარი იმ დიდი კომპლექსური მიმართულების, რასაც ქვია თქვათ საგანგებო სიტუაციების მართვა. მარტო ხანძარი ხო არ არის ჩვენთვის პრობლემა, ხო? გვარი თქვათ წყალდიდობა, სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, შეიძლება ბომბის არსებობა, შეიძლება ტერორისტის არსებობა. წარმოიდგინეთ ეს სცენარების სათითაოდ უნდა იყოს გაწერილი და ამ სცენარებზე მორეაგირე გუნდი ასე ვთქვათ შექმნილი. მორეაგირე გუნდი არის თვითონ თანამშრომლების თანამშრომლების განშემდგარი უბედურებებიც მათ შორის თქვა შეიძლება იყოს, ხო? ბატონო, სტიქიური რა თქმა უნდა, უბედურებებიც ევაკუაციას ხო გულისხმობთ ჩვენ, ხო, რაღაც ესეთი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ორი მიმართულების ევაკუაცია, თქვათ, შიგნიდან გარეთ და რევერსული გარედან შიგნით. შესაძლებელია მე შტორმის დროს ან ქარიშხალის დროს გარედან შიგნით ევაკუაცია მჭირდება და ამისთვისაც უნდა ვიყო მზად. ანუ ყველა შესაძლო სცენარი, რაც შესაძლებელია მოხდეს ჩვენ თავს, ანუ ჩვენი ბიზნესის თავს, ის უნდა იყოს პროცედურულად გაწერილი და თითო სცენარზე უნდა იყოს დანიშნული გუნდი, რომელიც ამ პროცესს მართავს. ბუნებრივია კოორდინატორები, ჩვენ ვეძახით თქვათ ყველა სართულზე შეიძლება ყოლდეს მარშალებს ვეძახით, fire marshals ამას, რომელიც იმ სართულს განაგებს, იმ სართულის ევაკუაციას უწევს, კოორდინირებას და თავშეყრის ადგილას გაკავს ეს ადამიანები. იცით რა არის, რომ ძალიან კომპლექსური ეს არის საკითხია და ვიდან კონტროლებს უკაცრავად აი ამას არის თუ არა დაცული. შრომის ინსპექცია და რამდენ ხანში ერთხელ ხდება შემოწმებები? იცით, მათ აქვს თავიანთი გეგმა გრაფიკი, აქვს გეგმიური, აქვს არაგეგმიური შემოწმებები, ძალიან ინტენსიურად მოწმდება ზოგადად შრომის უსაფრთხოების კუთხით და ერთ-ერთი ეს არის მიმართულება არის სახანძრო უსაფრთხოება. ეს არის ერთ-ერთი თორე უამრავი ეს რაც ეხება დაუშვათ ოფისებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს, ხო და დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს და რომ გადავინაცვლოთ ფართო მასებში, ასე ვთქვათ, აი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ არის გათვალისწინებული, უნდა იყოს ალბათ მსგავსი ტრენინგები და იგივე სკოლებში იქნება თუ უნივერსიტეტებში იქნება, რომ რაღაცა ცნობიერების ამაღლებაც შედის ამაში და უშუალოდ პრაქტიკული სავარჯიშოები, ხო, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. დიახ, კარგად ახსენეთ პრაქტიკული სავარჯიშოები და უმნიშვნელოვანესი ისეთი სენსიტიური სეგმენტი არის საგანმანათლებლო დაწესებულებები. რომ გითხრათ სიმართლე, ჩვენი გამოცდილებიდან სამწუხაროდ საჯარო სკოლებში ჯერჯერობით არ შეგვიმჩნევია ესეთი მაღალი ცნობადობა და ასე ვთქვათ მაღალი ჩართულობა ამ პროცესში, თუმცა კერძო სკოლები, რომლებიც ახალი ეს არის შემოსულია ჩვენთან ბაზარზე, აი ეს რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შემოვიდა, თითქმის ყველა კერძო სკოლა ძალიან ზრუნავს ამაზე და ძალიან კაი პრაქტიკაა, რომ პატარა მოსწავლეებს, პატარა ბავშვებს ბავშვობიდან ასწავლიან, თქვათ, ხანძრის დროს, ევაკუაციის დროს როგორ მოიქცნენ და ძალიან საინტერესოდ აკეთებენ ამას. ჩვენც ხშირად გვიკვეთავენ ორგანიზაციას ესეთი სკოლები და ძალიან საინტერესოა ამ ბავშვებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ჯერ ეგეთი ხალისით აკეთებენ ეს ბავშვები ამას ასრულებენ და ბევრ შემთხვევაში უფროსებზე უკეთესად. და ამ ორდერებს ძალიან კარგად იღებენ და ძალიან კაი პრაქტიკაა, აუცილებლად უნდა იყოს დანერგილი სკოლებში. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ მართლაც შრომის ინსპექცია კიდევ
კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გამოიღებს იმის გამო რომ მაგალითად ჩემს არის არ უკითხავს არასდროს ვიცი თუ არა როგორ მოახდინო ევაკუაცია საკუთარი თავის და რეაგირება ხაზის ან სხვადასხვა შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე უკვე ძალიან რთულია ხოლმე რაღაცა რომ მოხდება ძიება დამნაშავის რა მოხდა და როგორ მოხდა ძალიან დიდი მადლობა და ვფიქრობ რომ ყველამ უნდა დავიცვათ ნამდვილად შრომის უსაფრთხოება ზოგადად უსაფრთხოება ჩვენს გარემოშიც ჩვენს ოფისებში ჩვენს სახლებშიც რომ არ მოხდეს ის უბედური შემთხვევები როგორიც ხდება ხოლმე ხშირად რაც უფრო გავუფრთხილდებით საკუთარ თავს საკუთარ საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოს მით უფრო მეტად ვიქნებით დაცული და უფრო მეტად გვეცოდინება თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ყოველგვარ შემთხვევაში ექსტრემალურ სიტუაციაში